პირველად მივდივარ ინგლისურ ქორწილში, ძალიან მაინტერესებს. თქვენს უკვე ინტერესებთ, გამომყევით. დავიწყოთ კენტის ვლოგით. ჩვეულებრივ დღედად გავდილს ვირბინე, ვივარჯიშე, მივირთვი, დავლიყავო და ნელ-ნელა დავიწყე ჩალაგება, აბარგების პროცესი. კენტიდან უნდა გადავიდეთ სხვა საგრაფოში, მივდივართ ქრაისჩერჩში, რომელიც საკმაოდ შორს არის და რამდენიმე მატარებლის გამოცვლა მოგვიწევს. იქიდან გამომდინარე, რომ დიდხანში იმშილი არ შემიძლია, გადავწყვიტე, რომ პატარა ლანჩბოქსი გამეკეთებინა და გზადაგზა შემომეჭამა როგორც ხედავთ, ისევ და ისევ ჩედარი. არ მინდოდა რომ თან წამეყო ლეპტოპი სამუშაოდ, ამიტომაც რაც ქონდა გასაკეთებელი და მოსაშორებელი მოვიშორე. სასაჯუქრად წავიღეთ ჩემი დედამთილის გაკეთებული თაფლი და დავიძარით უკვე სადგურისკენ. ქეითი ჩამოდიოდა და ჩვენ მივდიოდით. ასე რომ მანქანა დავუტოვეთ და ჩავსხედით მატარებელში. როდესაც ბოლო მატარებელში ვისხედით, აღმოჩნდა რომ ერთ ვაგონში ეწეოდნენ მოსაწევს ახალგაზრდები. ბორტგამცილებელმა ხალხს დახმარებას თხოვა, რაც ით რომ მიშველებოდნენ იმ კონკრეტულ ვაგონში. ჩვენ უკვე გამოვდივით ამ დროს მატარებლიდან და დიდი ეჭვი მაქვს, რომ დახმარებით დიდად არავინ შეიწუხებდა თავს, იმიტომ რომ იმ მომენტში ყველა ისმენდა და ისე თითქოს არაფერი არ ესმოდათ. ჩამოვედით ქრაისჩერჩში, იყო იდეალური ამინდი და უდიდესი იმედი მქონდა, რომ მეორე დღეს სანაპიროზე გავიდოდი. ეს არის ჩვენი სასტუმრო. შემოსვლისთანავე თანამშრომელმა პატარა ინსტრუქტორში ჩაგვიტარა, თუ როგორ უნდა გამოგვეყენებინა კონდიციონერი. ეს იმიტომ, რომ ზოგადად ინგლისში სახლებში კონდიციონერები ფაქტობრივად არავის არ აქვს, იმიტომ რომ თითქმის არასდროს არ ცხება ისე, რომ გამოიყენონ. ასე რომ ალბათ მართლა საჭიროა ინსტრუქტორში ჩატარება. მე მოგვეკითხა რორის ერთ-ერთმა მეგობარმა, მაღაზიაში ვიყიდეთ რამდენიმე ეილი, ინგლისური ლუდი და ეს არის მისი სახლი და არაჩვეულებრივი ეზო, გავგიშდი. ზოგადად ძალიან მომწონს, როგორც ეკიდებიან მებაღეობას ინგლისელები ძალიან სერიოზულად და ყოველთვის ნებისმიერ სახლს ამშვენებს ყვავილები. ეს ქალაქსაც ბევრად უფრო ალამაზებს, ასე მგონია. იქიდან გამომდინარე, რომ მზარეულობა დიდად არ მეხერხება და თან რეალურად სამზარეულოში ყველა ტრიალებდა, გადავწყვიტე, რომ გამოსულიყავი, წამოგორებულიყავი შეზლონგზე და დავმტკვარიყავი მზის სხივებით. აქ თუ მიხვდებით, რორი ვისაჯავრებს, იმიტომ მართლაც ესეც გამოვიყურები. უკვე გაჩაღდა ბარბეკიუ, ჯეითის მამა აღმოჩნდა არაჩვეულებრივი კულინარი, ყველაფერი იყო უგემრიელესი, თუმცა ყოველთვის ვნანობ, როდესაც ამ რაოდენობის საჭმელს ერთმანეთში ურევ, იმიტომ რომ მაინც და მაინც ჯანსაღად მეორე დღეს თავს არ უგზნობ. მეზობლის კატამაც შემოგვიარა და ნახეთ, როგორი მთვარე იყო. საოცარი. საღამოს უკვე ჯეითის სხვა მეგობრებით შემოვერდნენ.